მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა მოქალაქის ხმა, ეს ახალი გადაცემა გახლავთ. მე ვიქნები მისი წამყვანი აკაკი ველთაური. პირველ რიგში დიდ მადლობას მოუხდი ქალბატონ ირმას და ამ ტელევიზიას იმისათვის, რომ დაგვითმო ეთერი ჩვენ პროტესტ ჩართულ ხალხს. და კიდევ ერთხელ ავხსნი იმის მნიშვნელობას, თუ რა ადგილი უკავია მოქალაქეს და რატომ უნდა იყოს მოქალაქისთვის ადგილი ყველა ტელევიზიაში. დღეს მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ ჩვენ რატომღაც არ გვყავს პოლიტიკური ასე რომ ვთქვათ, კარგად ჩამოყალიბებული ელიტა, რომლებიც ამ პროცესებზე მოახერხებდნენ თავის მობმას და ამ უგვანო, რა ვიცი, თვითმარქია ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდნენ. ეხლა ორი სიტყვით ვთქვათ, თუ რა არის მოქალაქე, იმიტომ რომ მოქალაქე ეს ფორმალური აზრით, რა თქმა უნდა, გახლავთ პასპორტი და ის ვალდებულებები და უფლებები, რაც სახელმწიფოსთან გაგვარჩია, მაგრამ ჩვენ ჩავიხედოთ უფრო სიღრმისეულად, ჩვენ უნდა ჩავიხედოთ იქ, როგორ დაიბადა მოქალაქეობა, ეს ათენი გახლავთ, სადაც საერთოდ ფურცელიც არ არსებობდა და არ არსებობდა პასპორტი, მაგრამ ეს მოქალაქეობრივად გააზრებული ერთობის საგანი ჰქონდა ყველას, გააზრებული ძალიან კარგად და აქედან გამომდინარე მოქალაქის ძალღონით სწორედ იმით გაიზომება, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქე და ხალხი მართავს. აქედან გამომდინარე ეს ხალხი, რომელიც ჩართულია ზუსტად აი ამ ქვეყნის დაბრუნების და ქვეყნის დემოკრატიულ გზის დასაყენებლად, მათი ხმა, ჩემი აზრით, არის აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოუხდი მედია კავშირ ობიექტივს, რომ მოგცა საშუალება ეთერში ყოფილიყო ასეთი გადაცემა, სადაც ნებისმიერ თქვენგანს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს, თავის პროტესტის სიბრაზე გამოხატოს და მას ამაში ხელს არავინ არ შეუშლის. ეს იქნება იმ რუსთაველის გამზირზე მდგარი ადამიანების, რომელიც უპარტიოები გახლავთ დიდი ნაწილი. ეს ბუნებრივად ჩამოყალიბებული მოძრაობა გახლავთ, ეს შეიძლება ითქვას ოჯახი, რომელთა ხმაც იმ უბრალო მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი უკვე თითქმის წელიწადია დგანან, იბრძვიან, დღეს უკვე ციხეებში მიდიან ამის გამო და მე მგონი ეკუთვნით ის პატივი, რომ ადამიანს, რომელიც მიდის ბოლომდე საბრძოლოდ, თავისი აზრი დააფიქსიროს ტელევიზიით, გაზეთით და ყველა იმ საშუალებებით, რაც ემსახურება მედიას და გავრცელებას ინფორმაციისას. დანარჩენი, რა ვიცი, აღშფოთების მეტი ამ უკანასკნელ საქციელებზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტი გზა არ აგვაქვს, უნდა აღშფოთდეთ. მე პირველ რიგში ვიტყოდი, რომ თავისუფლება ქალბატონ მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს, ასევე თავისუფლება ჩვენ ქვეყანას ამ თავსმოხვეული რაღაცა საშინელებებით, ამ თავსმოხვეული, როგორ ვთქვა, ჰიბრიდული ოკუპაციით და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ახლა ქართველებმა, ვიპოვოთ ერთმანეთი, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება, არ შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის გარეშე და ჩვენი ენის და ჩვენი სალოცავების და რა ვიცი, ყველა იმ მიწის, მამულის და იმ ჩვენი საერთო წინაპრების გარეშე ცხოვრება, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია, ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახლა ეროვნული კონსოლიდაცია, ჩემი აზრით და აქ წაშლილი უნდა იყოს ყველანაირი პარტიული, ყველანაირი სხვა ნიშანი, მხოლოდ ერთი ნიშნით ქართველის, მისი წინაპრის, მისი ჯიშის, ადათის, წესის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ ჩვენ სულ ყველა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. დღეს აი ცოტა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, საიდან სად მოვედით, მე მინდა გავიხსენო, ეს ყველასთვის ნაცნობი ისტორიული მომენტი არის, როდესაც
ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა დააყარა კლიავი თავზე და ჩვენ ვიცით ისტორიიდან რომ ერეკლე მეფეს არ დაუწყია ახსნა ამ ქალისთვის ჩალმა რატო ეფარა თუ რატო ყავდა ირანს დაპყრობილი და რატო იყო სავალდებულო ამ თავის საბურავით სიარული მან პირიქით ბარაქალა შეუთვალა ამ ქალს მადლობა გადაუხადა რომ შეახსენა საქართველოში ტრის აქსესუარით არ უნდა დადიოდეს არც მეფე, არც გლეხი, არც დავადი და ასე შემდეგ. რას ხედავთ დღეს ჩვენ ხედავთ რომ ეს ფასეულებები და ეს ღირებულებები რაც ქართველებს მართლაც ჰქონდა და ამან ჩვენ ისტორია გამოგვატანა დღეს არის ამოყირავებული. მოდი კიდევ ვთქვათ ერთი რამე თუ რა არის ქართველი დღეს. ანუ დღეს კი არა როგორი იყო ქართველი საერთოდ და რას ნიშნავს იყო ქართველი. არავის არ უთქვია ჩვენთვის რომ ქართველობა არის იოლი. რა თქმა უნდა ქართველობა არ არის იოლი, რო ყოფილიყო ამდენი სისხლს არ დავანთხებით. ქართველი რა თქმა უნდა როგორც ყველა ევროპელი, როგორც ყველა ნორმალური სახელმწიფო ძირძველი იქნება ეს თუ ახალი, არის ღირებულებათა სისტემა. ქართველის ღირებულებათა სისტემა გახდათ შემდეგნაირი ეს ყველა ოჯახმა, ყველა გვარმა იცის, რომ ღმერთი, ანუ ზედა ზენარი, ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და მე. და აი ამან ჩვენ გამოგვიყვანა იმ ისტორიის იმ ჭირვარამში, რაც ილიას სიტყვებს გავიხსენებ, მართლა უფალივით ჯვარზეა ჩვენი ქვეყანა, ნაცვამი თავის ქრისტიანობისთვის, მამულისთვის და ასე შემდეგ. აი ახლა ჩვენ როდესაც ესე გავიხსენეთ, ხო, რა არის ქართველი და რატო იყო ეს ღირებულებათა სისტემა და რატო აყენებდა ქართველი კაცი ბოლოში თავს. აქედან ჩანს, რომ სამშობლო იყო ერთი ყველაზე დიდი ღირებულება. ყველაზე დიდი, რომლის უკან იდგა უკვე თვითონაც და თავის ოჯახიც და სამშობლო პირველი დასაცავი და სამშობლოს პირველი მოქომაგე თვითონ უნდა ყოფილიყო. დღეს დავაკვირდეთ ახლა ეს ღირებულებები როგორ არის დალაგებული. მე ვფიქრობ, რომ წინა პლანზე არის წამოწეული მე და ანუ მე მქონდეს მე ავაშენო, ჩემი ოჯახი იყოს მაძღარი, ჩემ ოჯახს გყავდეს მანქანები, მე ვიყო და დანარჩენს არ დავეძებ აქ რუსი გამიკეთებს ოკუპაციას, თუ იმას სხვა სახელმწიფოზე გაიყიდება ჩვენი ნაკრძალები, კწანისის ნაკრძალი, სადაც გოჯი მიწა არ არის, რომ ქართველი გმირის ძვალი არ ეგდოს და არ ვიცი, ეს უკვე თანამონაწილეობას გაავს და აქ რო პირად ინტერესები წინ არის წამოწეული, მე მგონი აშკარად ჩანს და სამშობლო ალბათ სად არის, არ ვიცი. ამ შემთხვევაში. აი ჩვენ თუ დღეს მაგალითად ვიტყვით, რომ აი სულ ზენარე ღირებულება, რომელიც თავში ვახსენე ღმერთის ამბავზე თუ დავილაპარაკებთ, ხო? ეს ყველა ქართველმა, ვინც იცის ისტორია და ოდნავ მაინც ჩაუკითხავს, იცის, რომ ეკლესია იყო საქართველოს თავის მამულის და თავისი ქვეყნის ნამუსის შემნახველი. ანუ ხას უსმევ ამას, იმიტომ რომ მას ჰქონდა ეს დიდებული ფუნქცია იმ განათლებასთან და იმ გადაწერებთან და თუ ჩვენ რამე დამწერლობა გვაქვს და ვეფხისტყაოსანი გვაქვს რაღაცა, რა თქმა უნდა ეს ბერების გაკეთებულია იცის ყველამ, მაგრამ აქვე ეს ინსტიტუტი იყო ქართული სულის შემნახველი და სინდისის შემნახველი. ხო, მე ძალიან გაოგნებული ვარ, რომ ეს ორგანო ეხლა სდუმს, ღმერთო მაპატიე, არაფრის ისეთის ფიქრი არ მსურს, მე იმედი მაქვს, რომ ამოიღებს ხმას. ეს ჩემი იმედები გახლავთ და იმედია გამართლდება. კიდევ რა შეგვიძლია რომ ვთქვათ ახლა ჩვენი უბედურებაზე, რაც პირდაპირ არის საზოგადო და არა პარტიის არჩევი, არც პოლიტიკოსის არჩევი. დავაკვირდეთ ჩვენ რა ხდება დღეს. ჩვენ ერს, რომელსაც 15 დამწერლობიდან 3 დამწერლობა შეგვიქმნია. თუ 16 შეიძლება აქ შევწდე, მაპატიოს ყველა მაყურებლებმა. აკაკის, ილიას, ვაჟას, ჩემთვის ყველა საყვარელი ვაჟა ფშაველა და შოთა რუსთაველის და მთელი ამ ცისფერყანწელების და აი ძალიან დიდი გამონათლებლების სახე, როგორ შეიძლება იყოს ტლუ გაუნათლებელი ყაველაშვილი. ამას მე ყველას გეკითხებით,
ბატონებო, მაყურებლებო, თუ არის ღირსი ეს ხალხი, რომ გახადო რაღაც თანამდებობა, რომელსაც შიგნით, ერის შიგნით არანაირი ფუნქცია არ აქვს და მხოლოდ სახეს წარმოადგენს შენი ქვეყნისას და ზუსტად აქ დანიშნო უდიპლომო, გაუნათლებელი ადამიანი, რა არის ეს თუ არა ქართული სულში ჩაფურთხება. თუ არ არის ეს ერის გათახსირება, ილიას სიტყვებს გამოვიყენებ აქ, იმიტომ რომ ასეთ წარმოსადგენ ადგილზე, ზუსტად ესეთ სახეთ რო ადამიანს უშვებ, ის უნდა იყოს ყველანაირად, მოდი ქართულ სიტყვებს დაუბრუნვები, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო სიტყვები გვაქვს, მე ასე მიმაჩნია, დარბაისელი. ის უნდა იყოს პირველ რიგში დარბაისელი. ეს სიტყვა სხვათა შორის ძალიან ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში, ის უნდა იყოს დინჯი, განათლებული, სამართლიანი და კიდევ ძალიან ბევრი თვისებები და უნარი უნდა ჰქონდეს და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ სიტყვას დარბაისელს არ აქვს ალტერნატივა არც ერთ ენაში, იმდენად მრავლის მომცველია და იმდენად მორალურ და ზნეობრივ ადამიანზე ლაპარაკობს. აი ეს კიდევ ერთი, რაც არის ძალიან ცუდი და ვის უნდა ეს რომ ჩვენ გვიყურებდნენ როგორც ველურებს და როგორც გაუნათლებლებს, მე მგონია რომ მხოლოდ ერთ ადამიანს და აქ ჩვენ არამც თუ არ უნდა დავენთანხმოთ, აქ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, ჩვენ უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის მხარეს ამ შემთხვევაში და ჩვენ საუკეთესოების უნდა წარგვადგენდნენ, ჩვენ საუკეთესოები და განათლებული ხალხები უნდა წარმოგვაჩენდნენ მსოფლიო ასპარეზზე, იმიტომ რომ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ ეს დაიმსახურა და მსოფლიოს დაუმტკიცა თავის შემართებით, თავისი სისხლდენით, თავისი კულტურით, უნიკალური ხუროთმოძღვრებით, რა ვიცი, აი ყველა ასპექტში, ფოლკლორით, ჩვენი განსაკუთრებული ხმა მივეცით მსოფლიოს და ჩვენ იმ რაღაც მსოფლიო საგანძურში ჩვენი მარგალიტები ჩაწყობილი გვაქვს და ამიტომაც ჩვენ არა ვართ ველურიერი, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გვერძახდნენ გეორგიანელებს, რაც მიწათმოქმედებს ნიშნავს და ვისაც სოციოლოგია იმან ძალიან კარგად იცის, რომ მიწათმოქმედება მოიტანა სახელმწიფოს აზროვნება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე ერი და აქ ჩვენ სოფლიოს ნამდვილად დაუმტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ერი განათლების სიცოცხლისკენ სწრაფვის, თავისუფლებისთვის შმაგად მეომარიერი და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა წარგვადგენდეს და ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ წინაპრებს ყავდეს ზუსტად ისეთი ხალხი, ილიასნაირი ხალხი, აკაკისნაირი ხალხი, რომლებიც ზუსტად წარმოაჩენენ იმ ჩვენ დიდ ბუნევნობას და არა იმ ტლუობას, რაც დღეს ხდება. ეს კიდევ ერთი გულსაწყვეტი, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, იმიტომ რომ სხვანაირად და ეს ნიშნები, რასაც ეხლა მე ვლაპარაკობ, ეხლა არ დაწყებულა, მე მინდა გაგახსენოთ ჩემო თანამოქალაქეებო, ჩემო ერიშვილებო, რომ ზუსტად წელიწადი თუ წლის ნახევრის უკან, 2 წლის ნახევრის უკან, სადღაც შეიძლება შევწდე, მე უბრალო მწერალი გახლავართ და ესე არ უყურებ პროცესებს რაღაც ქრონოლოგიით, ყველა ავტობუსზე დაგვიწერეს, რომ ჩვენ გზას უთმობთ სასწრაფოს. გაიხსენეთ ყველამ ეს. და როცა გაიხსენებთ, მე დაუსვით კითხვა, თქვენ თავს თუ ხართ თქვენ ის ველური ხალხი, რომელიც სასწრაფოსაც თუ არ უთმობს გზას. ეხლა თუ მართალია ჩვენი ქალაქის მერია და ეს კალოშიანი მერი იმაში, რომ გვეხვეწება, რომ ხალხო მაპატიეთ, მაგრამ სასტრაფოს მაინც დაუთმეთ გზას, მაშინ ალბათ უნდა დავიშალოთ, სადღაც გადავიხვეწოთ, მაგრამ მე გული ვერ იჯერებს და ვერცერას დროს ვერ დავიჯერებთ, რომ ჩვენი იმხელა კულტურაც კი არა გვაქვს, რომ სასტრაფოს დაუჭიროთ, სასტრაფო გავატაროთ, ანუ დავაყენოთ წინ. კიდევ ერთი, რაც მე დღეს ახლა მეტროთი ვმგზავრობ საერთოდ და დღესაც მეტროთი ვიმგზავრე, მე ბევრი ვილაპარაკე ამაზე, რომ არ შეიძლება ადამიანს არ დაუტოვოს სივრცე, სადაც მან თავის კულტურა უნდა გამოაჩინოს, როდესაც სადგურის მოედანზე ერთი ხაზიდან გადავდიხართ მეორე ხაზზე და აკვირდით, იქ ჩააყენეს ეს ჩვენი მართლაც საპატიო ხალხი, იმიტომ რომ სახიდან გამომდინარე სულ იყო ხუცი, უკვე მოხუც სასაკში, ჩააყენეს ხალხი, რომ თითქოს თუ ისინი შუაში არ იდგებიან, ჩვენ ერთმანეთს გადაუვლით ზევიდან.
ეს ზუსტად იმიტომ ხდება ბატონებო, ზუსტად იმიტომ, აი როგორც მე ვახსენე, აი ეს ავტობუსებზე წაწერა, იმიტომ რომ დიქტატურა იწყებს შორიდან. ჯერ უნდა შეგაჩვიოს, რომ შენ მარტო და სახელმწიფოს და პოლიციის და მის გარეშე გამარჯვებასაც ვერ ეთქვი მეზობელს, ეს უნდა შეგაჩვიოს, იმიტომ რომ იმ გამარჯვებას შეიძლება იჩხუბოთ, იმიტომ ჩვენ შეიძლება მეზობლებსაც არ ვიცით, შეიძლება აქამდეც მიგვიყვანონ და ესეც გვეძახონ. მაგრამ აი უყურეთ პირდაპირ მიგვითეთ ეს აი ეს კიდევ ერთი ნიშნულია იმის რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს სივრცე სადღაც ჩვენი ეს კულტურა ჩვენი სიყვარული ერთმანეთს გზადაუთმოთ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ნუ ყველანაირად გავიაზროთ რომ ჩვენ ვართ ერთი ხალხი ერთი ფუძიდან წამოსული ერთი ისტორიის ბუნებრივად ხალხო ეს ბუნებრივად ერთი ისტორიის მქონე ჩვენ წინაპრებში გვარი არ არსებობს და რომ გმირი არ აყავდეს რომ მეომარი არ აყავდეს რომ სამაგალითო ადამიანი არ აყავდეს და ამ ხალხს ახლა ნუ ალბათ მიხვდით რაზეც ვლაპარაკობ ხვალ შეიძლება მეტროს ჩასასვლელის ესკალატორზე ხალი დაგვიყენონ რომელსაც კაი დუბინ გაიჭირება ხელში და ესე წმევით გითხრას რომ ხელი მოკიდეთ იმ ჩამყოლ ზოლს და რა ვიცი 1000 საშინელება შეიძლება მოყვეს ამის კიდევ ერთი მაგალითი არის ის რომ დიქტატურა როგორ ბრძანებლობს ჩვენ ტრანსპორტზე ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც რაღაცას აკეთებთ, კიდევ ერთხელ მე ხშირად ილიას ციტირებას მოვახდენ. კარგად გამოაჩინა ეს ტრანსპორტმა, ილია იძახდა რომ რაღაც საქმეს აკეთებენ, მაგრამ ქერქს ტოვებენ და ანუ ქერქი არის მხოლოდ ის გამოცლილია გული, ან მარილი არ არის ზედმოყრილი და აკვირდით ჩვენ ტრანსპორტს, ჩემო თანამოქალაქეებო, კიდევ ერთხელ ჩემო ძმებო და დებო დააკვირდით რომ მე დაუშვათ მუშაობ და დღეს ვინ არის დალხენილი და ვის არა აქვს ორი თავი და ვინ არა გავრიული მე არ ვიცი მაგრამ ვინც მართლა ჩართულია რაღაცეებში ყველას ვალი აქვს ბანკის ესეც ერთი დიდი პრობლემაა და სპეციალისტები რატო ალაპარაკობენ არ ვიცი ამაზე ამიტომ აი წარმოიდგინეთ რომ დამჭა სახში მაგრამ მაქვს ხურდა და არ მაქვს გადახდის საშუალება. ეს არის პირდაპირ სამოქალაქო კოდექსის დარღვევა. ეხლა მაპატიეთ ჩემო კეთილო მაყურებლებო, რეკლამის დროა ეთერში და დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად. დღეს ორი სტუმარი გვეყოლება და ერთად გავაგრძელებთ საუბარს.